ორქიდის სწავლება ძალიან საინტერესოა და მინდა რომ ყველა შინაგანად გაასწორებინოთ თუ რა არის მართლმადიდებლობა, რა არის ქრისტიანობა და რა არის სულიერი ცხოვრება. ეს მამა ამბობს ესეთ რამეს. თავის ცხოვრებაში მხოლოდ ადამიანი არ არის დამნაშავე. შეცდომები, ცოდვები და მებები არ არის მხოლოდ აღმსარებლის პირადი ცხოვრება. თითოეულ ადამიანს მემკვიდრეობით მიღებული აქვს მისი მშობლების, განსაკუთრებით კი დედის ცხოვრებისეული გამოცდილება. მიაქცევთ დედება ყურადღება, როგორი გავლენას ახდენს ბავშვზე დედის პირადი ცხოვრება. ანუ თუ როგორ ცხოვრობდა მისი დედა, როდესაც მას მუცლით ატარებდა, წუხარებდა თუ არა, იღლებოდა თუ არა მისი ნერვიული სისტემა, ამ ხიარული იყო, ჰქონდა თუ არა სევდა, მელანქოლია, დედის მთელმა ნერვულმა სისტემამ გავლენა მოახდინა ემბრიონის ნერვულ სისტემაზე. ასე რომ, როდესაც ბავშვი დაიბადება და გაიზრდება, იღებს დედის, ესე იგი სხვა ადამიანის ცხოვრებისეულ გამოცდილებასაც, არა მარტო პირადს, არამედ დედის და მშობლების. ასე წარმოიქმნება ადამიანში მისი მშობლების მიზეზით სულიერი მდგომარეობა, რომელსაც ის მთელი მისი ცხოვრება ატარებს. ეს მდგომარეობა ადამიანში თავის კვალს ტოვებს და ბევრი რამ, რაც მის ცხოვრებაში ხდება, სწორედ ამის შედეგია. მის აქციებს უშუალო კავშირი აქვს მისი მშობლების მდგომარეობასთან. ადამიანი იზრდება, იძენს ცოდნას, მაგრამ ვერ სწორდება. ადამიანის სულიერი მდგომარეობისათვის პასუხისმგებლობის დიდი ნაწილიც აქ არის. მაგრამ არსებობს ერთი საიდუმლო, არსებობს გზა, რომ ადამიანი ამ მონოტებისაგან გათავისუფლდეს. ესე იგი, რას ამბობს ეს მამა, რომ ძალიან გავლენას ახდენს მშობლების სულიერი მდგომარეობა ბავშვზე, მაგრამ თუ ბავშვი გარკვეული მებებით არის დაავადებული და თუ ამის განკურნება არ შეიძლება, რა თქმა უნდა შეიძლება. ამიტომ ამაზე ახლა საუბრობს ეს მამა. მაგრამ არსებობს ერთი საიდუმლო, არსებობს გზა, რომ ადამიანი ამ მონოტებისაგან გათავისუფლდეს. ეს გზა არის ვრცელი, დაწვრილებითი აღსარება. ნახე? დაწვრილებითი აღსარება. ხშირად აღსარებას ზოგადად ვამბობთ ისე. მაგალითად ალბათ ესეთი რამე, გავბრაზდეთ. რატო გავბრაზდეთ? ესეც ხონდა თქვა. შური მქონდა, რატო შევშურდა, ვისი შევშურდა, რა იყო ამის მიზეზი? ხო? და სიძულზე გამოიჩინე, რა მდგომარეობაში გამოიჩინე. ანუ ეს უნდა განხილული უნდა იყოს. ზოგჯერ გენეტიკური აღსარება აუცილებელია და ადამიანები მიშობლები არიან ზედაპირულ აღსარებას. რატო? იმიტომ რომ არ უნდა თუ შეიცვლოს საკუთარი თავი და თუ არ შეცვლიო მამაიონე დამასკელი ამბობს, ზეციურ სიცხეს ვერ გადაურჩები. და თუმცა რა არის შესაძლებელი ყველა ადამიანში და რომელი ადამიანში არის, რომელი შეცვლილობა არ იყოს და მოროდინება არ მოქმედებდეს, მაგრამ არიან ადამიანები, რომლებიც გულახდენად აღიარებენ ცოდვებს და ეს მებები სუსტდება მათში, არიან რომლებიც არ აღიარებენ, არ იციან სწორი აღსარება და მებები ისევ ძლიერია. დაწვრილებითი აღსარება, რომელიც ხდება ღვთის მადლით, ამ შეიძლება მოძღვარმა გითხრას. რა კარგი იქნებოდა, რომ სადმე მყუდრო ადგილას იყოს, სადაც არ მექნება საზრდოები და დასაწყისიდან მომიღები შენი ცხოვრება იმ დროიდან, როცა საკუთარი თავი გააცნობიერე, ყველა მოვლენა, რაც გახსოვს და როგორ იყო შენი მადლი დამოკიდებულება, არა მარტო უსიამოვნო, არამედ სასიამოვნოც. არა მარტო ცოდვები, არამედ კეთილი საქმეებიც, ანუ მოძღვართან ყველაფერი შეიძლება ითქვას და განხილული იყოს. საქმეებიც, წარმატებებიც და წარუმატებლობებიც, ყველაფერი, რაც შენს ცხოვრებას შეადგენს. და ზოგჯერ კეთილი საქმეში უფრო მეტი ბოროტება ემალება ხოლმე და რატო? ადამიანი როცა სადაც აკეთებს პატიმოყარობით, ამპარტავრობით, საკუთარი თავის შექებით, ეს ამიტომ ეს მეტად შეიძლება საშიში იყოს. რომელსაც ადამიანი ნაკლებურადობას ასწავს. ბევრჯერ მივმართე სრული აღსარების ხელს. ნახეთ მამამოსო, მე თვითონ ძალიან ბევრჯერ მივმართე სრული აღსარების ხელს და სასწავლებლის მოვსწრე გავხდი. იმ დროს,
როდესაც მოზღვას სრულ აღსარებას ეუბნები,